ხათუნა დუმბაძის 4-სულიანი ოჯახი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული, მაგრამ როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, დახმარების თანხას ვერ იღებს, რადგან ლიფერტი ბანკის ჩოხატაურის ფილიალში რამდენიმე ხნის წინ დიდი საავადმყოფობის გამო სესხია იყო და შემდეგ გადახდა ვეღარ შეძლო. სოციალური დახმარება დაყადაღებული აქვს. ხათუნა დუმბაძე დახმარებას ითხოვს. ცხოვრობა ამჟამად რინაცვალთან ყავს ცუდად. არის ფიზიკურად დაავადებული. ამას თავისი წამლები უნდა, თავისი რაღაცა უნდა. დამენიშნა ახლახანს დახმარებაც, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო განავიტანე პროცენტი 150 ლარი და 150 ლარი იზარდა და ბოლოს იჭინა თავი. ამიტომ რომ ვერ ავიღე ის დახმარებაც. ვერ ეხმარები ფიზიკურად ოჯახშიც, არა მაქვს იმის საშუალება, რომ მე თვითონ დავეხმარო. ვერ მუშაობ, ვერ სად ფაქტიურად. კიდევ ხარით რო ამოიჭრეს, იგეც მეშინია, რომ თლათ რომ სახურავი არ გადაიღოს და რა ვიცი, აბა. ბაღნებს რავი რო ვაწვენ, იქეთ-აქეთ ვაჩოჩებ, რომ წვემამ და წვეთმა არ დამისველოს. ბევრჯერ მთხოვე, მაგრამ არავინ ყურადღებაც არ მომაქცია. იყო რაღაც საშუალებები, მაგრამ არავის არაფერი არ უზრუნია ჩვენდა და არც უკითხიათ ამბავი, რომ თქვენ როგორ ხართ და რა შობით. ეხმარებით ქარისგან დაზარალებულებს. ქარისგან დაზარალებული არის კიდევ ბალკონი, მაგრამ მეშინია რომ ბავშვი არ გავიდეს და რამე არ ჩაეცეს თავში, ამდენითაც მოხდა კიდე რომ გადმოყარა ყველაფერი ძირს. არ ვიცი, მოკლედ რომ კრიზისულ მდგომარეობაშია მართლაც ეს ოჯახი. რამოდენიმე წელიწადია სანამ მეც აქ მოვიდოდი და ვიცხოვრებდი, მანამდეც ასე იყო ეს ოჯახი. ბევრჯერ გზაით თვითონ არ აიგერ კიდევ ნორმალურად რომ ადამიანი შემევიდეს, მეშინია წყალდობის სკოლაში ვუშვებ ბავშვებს და აგერ ხანდახან სტიშკართან ხვდები, რომ მე თუ მოვლე ლამაზად მეთქი. ხიდისთავის თემის დეპუტატი კობა კალანდაძე გურიანი უსთან საუბრისას ამბობს, რომ დუმბაძის ოჯახს მისთვის დახმარების მიზნით არ მიუმართავს. ის გაეცნობა ოჯახის პრობლემას და შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს მათ დასახმარებლად. გამგებლის წარმომადგენელი დათო ასაცი კი ამბობს, რომ კარგად იცნობს ხათუნა დუმბაძეს და მის ოჯახს. ყველაფერი იცის ოჯახის გასაჭირის შესახებ, თუმცა კონკრეტულ სიტუაციაში რამდენად შეძლებს მათ დახმარებას არ იცის, რადგან საქმე საბანკო ვალდებულებას ეხება.